გრძელი და თეთრი თუ არის, სად მიგაქვს ამდენი ფული? ქორწილებში რასაც აკეთებ? ქორწილებში მე რასაც ვაკეთებ? ჭკუბები ხშირად გეჩნდება ხოლმე? არა, შენი პირადად არა, ზოგადად. ვარ ყვითელ კნოპკაზე დამოკიდებული და ყველა ეგრე ბაზრობსა. მეაფიან სეგმენტში თუ თავი შეყავი, იცოდე რომ დახეულია. იმიტომ რომ ვისაც ივენტების დაწყება უნდა. რომელმე თქვენს მეგობარს, ან ახლობელს ეკნება ქორწილი. მოიცა ყველაზე იაფი ამდენი, რომელზეც შენ არ წავ. აი როგორ უნდა მოაწონო თავი, ვერ მოაწონე თავრან ფერში. თუ ინტერესები, ამაზონი და როგორ გამოიწევ რაღაცები და ამაზონს როგორ შეჯდეთ. იდეალური კურსები აქვს ამისთვის. დღეს რაზეც დავიწყე ამ ვიდეოს გადაღებას, ანუ თქვენ მოსულიყავით. დავიწყე იმით, რომ უბედური ოსმოპოკეტი იყო ჩვენი პაციენტი და უნდა გაგვეკეთებინა ვითომ თავისი გაჭირვებული დილოგის გაფარჩაკება. მაგრამ ვერ მოვიდა სამწუხაროდ ჩვენი ბატონი ზვიადი და შევრჩით ესე ერთმანეთს და აგერ ბატონ ლერისთან. ძალიან ბევრი რჩევები უნდა მოგვცეს ივენთების გადაღებაში. და ვაფშე ყველაფერში, რაც კი შეიძლება თავს გადახდეს ესეთ ადამიანს. ამას ხშირად ვაკეთებ და არ შენიახე, ან ჩემი ისაგრაფია მონა. მაგარი. ეხლა გაარიცე. ეს არ შეგარდად. გაარსად არ დავდო ხვალე იქნება დადებული კიდევ. ყველაფერაკე ეხლა ლერი ყველას რაც აინტერესებს. სად მიგაქვს ამდენი ფული? ქორწილებში რასაც აკეთებ? ქორწილებში მე რასაც ვაკეთებ? არა, მართლა, იცი რა აგვიხსენი? აი ყველაზე გავრცელებული კითხვა რა. აბა. ყველაზე მაყუთი მექნება? მაყუთი ვაფშე არ გეკნება თუ არაფერი არ დაიწყე ეგეთი და მეორე. აუხსენი სიმართლე და აი ეს მკაცრი სინამდვილე რა ხდება რეალობაში. რეალობაში ის ხდება თუ ბევრს გადაიღებთ, ბევრს იშრომებთ, დაგიფასდებათ. მაგრამ რის ხარჯზე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ესე რო გითხრათ მაყუთი იშოვი ძმა და მილიარდელი გახდები, მასე ვერ იქნება. რაც უფრო ვითარდები, მით უფრო მეტი რაღაც გინდება, მით უფრო მეტი ტექნიკა გინდება, რა თქმა უნდა და ეს შენი ნაშრომი. ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ ტექნიკას რასაც ყიდულობ შენი კომფორტისთვის და არა იმისთვის, რომ არა, ხო, ეგ რა თქმა უნდა. მე შენი მართლებ თავს, რომ აო ეს მჭირდება ძმაო, მეტი რა ვქნა და რაღაც, მაგრამ რეალურად ის მაგარი კიდია ეხლა შენითი გადაურებ. დაახლოებით 10%-მა შეიძლება შეამჩნიოს ის ხარისხი და რაღაც ფიჭვი დახარჯული 10%-მა შეიძლება შეამჩნიოს რაში გაქვს დახარჯული მაყუთი და რატო ღირს ეს კამერა 3000 მაგ სიტყვაზე და ის 10000-იანი რატო გიჭირავს შენ, მაგრამ ის უკვე შენი კომფორტის გამოა და შენ იცი უკვე რაღაცები რატო გინდა. აი ეს დღეს კიდე არსებობს ხალხში რო გაიჩნდები რაც უფრო გრძელი ლინზა გაქვს უფრო პროფესიონალი. გრძელი და თეთრი თუ არის, ეს გრძელი ყველგან გაჩავს. გრძელი და სკელი. არა, სკელი არა, გრძელი და თეთრი. თეთრი ლინზი თუ მიდიხარ სადმე ქორწილში და აი გრძელი არის, მაშინ აი პროფესიონალიც მოვიდა. ეგრევე პროფესიონალის იარლიყი გაქვს, რატო და ისთვის უკვე ნათელია, ძვირი გაქვს გადახდილი რა ამ ლინზაში თვითონ. რაც ოდნა გაქვს არა აქვს მნიშვნელობა მაგას, მაგრამ ძვირი გაქვს გადახდილი. კიდევ რა გაინტერესებს? ეხლა მაინტერესებს მართლა აი რეალურად, ანუ კიდე ეგეთი უმადურები არიან? არა, სპორტაშორის. რაღაცები, ბევრი რაღაცები გამოსწორებულია, რაც მსმენი ადრე რაც იყო. ხო, რა რაღაცებზე უკვე იციან როგორ აიცი. რამდენს წვალობ მიხვდნენ? აკაურები? მეც ნაკლებად. თუ აი ყოლია ისეთი წველი. თუ YouTube-ს რო უყურებენ ეს ხელოვნური თვითონ რო დააჭერს და თვითონ ამონტაჟებს ძმაო, ყველაფერს აკეთებს, კიდე ეგ ბაზარია? არის მასეთი კომანდაც, რა თქმა უნდა, არის მასეთი კომანდაც არის, ვინც აფასებს მართლა რა. აი ბევრი ისეთი წველი ყოლია მე პირადად რომ აი მართლა აღარ გინდა და ვიცი როგორ წვალობ და მოგვეყო რა ეს 10-დან რამდენი? 10-დან 2. არის ისეთი ბიზარია რომ აი ხომ იდეაში ხომ მე ვქირავ რა რომ გადაგიყო შენ მივდივარ და აუ ეს ამის გადაღება არ მინდა ამ გადაღება აღარ გვინდა მოურჩეთ ფშიავ ჭამოთ და
დავიღალეთ და ანუ ისთვის ვქირაო. ანუ არა, მე არიწყებენ, რომ ძმაო ეს კადრები რატო არ არის? მე შეგასწავლები ძმაო შენ იქ ჭამდი და ჭვავდი. ოქროს წესი მაქვს კამერას უსვებ და ვეკითხებ. დარწმუნებული ხარ რომ აღარ გინა კადრები? აღარ გინა. მაიცა, აქ ერთი მთავარი რაღაცა გამოგჭა. აბა. საქართველოში ხელშეკრულებები არ კეთდება? სერიოზულად? რისი? აი ეს შენი მინუსია დიდი სხვათა შორის, ძალიან დიდი. საშემოსავლოს აქვს. არა, საშემოსავლოზე არ ვამბობ. სამოჭერი კაცი. სხვა რაღაცაზე ვამბობ. კლიენტსა და შენს შორის. არ ვარ მაკდონეზე ჯერჯერ. აი, ზუსტად ეგ არის უბედურება, მე ძმაო ბაზარი რო იწყება ხოლმე. ო რა. ანუ ნახე, შენ უწერ ხელშეკრულებაში, წააკითხებ, რომ მე ვალდებული ვარ მოგაწოდო ესა და ეს კადრი დაახლოებით აი ამ ვადაში. შენ უნდა დამიკონფირმო, ხელი მომიწერო და კარგად იყავი. რომ მე პრეტენზიები არ გქონდეს. არ ვარ მაკდონეზე. ხო, აი ეგ ყველაზე ცუდია. მაგრამ როდის მოვა ეგ დონე? მოვა ალბათ, ოდეს. შენ თუ არ მოიყვან მართლა არ მოვა, იმიტომ რომ ჩვენები ხო იცი. ეგ ხო ეხლა მე თქვა მოიყვან, მაგრამ მე ამ სფეროში არ დავრჩები დიდ. გავიგე, მაგრამ რაღაცა დონეზე ეგ ვიღაცამ თავი უნდა მოაბას, თორე სუძმაო ბაზარი იქნება რა. აი რა სამომავლო გეგმები აქვს. სამომავლოს. ეს ჩუმჩუმად რო გელაპარაკება. ხი? სამომავლო გეგმებს ნახავთ მომავალში. რომელი აღნიშნე არ ვაპირებ ამ სფეროში. ნახე, რო გავწევ კამერას მერე გისოს კითხავს. მაინტერესებს მითხარ. გიორგი მიყიდა ახალი კამერა და არ ამბობს ჩუმაშა. ეს კამერა. დაიშოვა ამისთან არ ვიცი, მაგრამ ის და არ გვათხოვებს თქვენ შეგვეჭერდეს ბატარეი გამიჩნდება. რაღაცა მკითხე გიპასუხე. ხოდა რამე ისე კითხულობ. კომპეტენტური რა. მე მინდა ხალხს გავაცნო უახლოეს მომავალში თქვენი ორივეს არხები. ხო. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვსწავლობთ დავინჩი რეზოლს გამეხარდება და მოხარული ვიქნები, რომ ძალიან მალე უახლოეს მომავალში მაინც. ჩემ ჩაჯმულ არხს გავუსწროთ ორივემ. რა არის YouTube-ი ცოტა ისეთი თემაა. მეტი ყურადღება ჭირდება უფრო. შრომა ჭირდება მეტი. YouTube-ი სამსახურია. ხო, სხვანაირი და კიდევ ერთი YouTube-ი ბიზნესია. ყურადღება თუ მოადმო. ხო, შენ თუ მაგას არ ეგუები, რომ მუდმივად მაგაზე გადართული ხარ, მაშინ ესე იგი ერთობი პროსტა. მაგრამ შენ თუ გინდა რაღაცის გაკეთება, რომ სხვამაც მოგძებნოს რაღაცა მერე იქიდან ფინანსური დაინტერესებაც იყოს, აბა როდემდე უნდა აკეთო, თქვა თუ ხარსო. ჩემსავით 11 წელი. ეგ შენი არჩევანი? ჩემი არჩევანი არის, იმიტომ რომ თავიდან იყო ჩემი სიტუაცია ისეთი, რომ ვაფშე მარტო ვიყავი. ვინმე გამეცით ხმა ან შემაგინეთ თქვენი და რაღაცა დამიწერეთ. მაგრამ ყოველთვის სხვა ყოფილა ეგ. პირველი ასინახო რომ გამეჩით და აუ იმე და რესტორნები დავკეტე. აი მე ვიხდი. ხოდა დღეს შეიცვალა სიტუაცია. დღეს YouTube-ის ალგორითმი დაინტერესებულია რომ ახალი არხები უფრო მეტად გაკაჩოს. სხვანაირად ვერ დაიწყო. მაშინ ერთი არხებში იგებ გადაწყვეტილება. არანაირი სავარჯიშო, მე რა ჩახედე. ჩემ არხს ჩახედილი გაქვს ბოლოში? ჩასწოლილი გაქვს? როგორ ვლაყუნებ, ნანახი გაქვს, მოსმენილი გაქვს? პრაქტიკა არის ყველაფერი. მე რო უყურებ გული მიმდის ხოლმე. იმას კი არ ნიშნავს რომ უნდა ჩამოუვარო და წავშალო. თვით განვითარებას ხედავ მაგაში. გეუბნები ჩემ არხის ვიდეოებს, აი როგორ ლაპარაკობ, იცი? ანუ გეთახმები. ჩვენს ერამდე რო ადამიანები ვლუყუნებდნენ ცეცხლთან და ხორცს ჭიჭკნიდნენ, აი ეგრე. გეთახმები სხვანაირად აბსოლუტურად დაიწყო. უბრალოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მიზანი მართულად. აუ, პერფექციონიზმი. ჩემზე უარესია. პერფექციონიზმი. არ გამოვა ეგრე. ეგ არის? თუ დაიწყებ, კარგად უნდა დაიწყო ბაზარია ეგ ზუსტად. არ გამოვა. კარგად არ ვიძახი. არ გამოვა. მიზანი მიმართულად უნდა გააკეთო. მიზანი მიმართულად გააკეთებ, მაგრამ შუალედში ირჩევ მაგ მიზანს. შენ თავიდან არასდროს არ იცი, ისევე როგორც ახლა კამერა რო იყიდე. ლინზა იცი რა გინდა, არ იცი. მე მიხვდები რომელი გინდა. და თუ არ ვიცი. აგერ კითხე ვაჟბატონს. არის რა ვკითხო.
კითხე რა, თავიდან რა იყიდა და რომ ჩამოუარა ყველა რო იყიდა მე რომ მიხვდა რომ არც ერთი არ უნდა. ასიზო პრაქტიკაში ანუ რასაც იღებ მე ხვდები რომ რაღაცები ეს უკეთესი იქნებოდა ამ ლინზით. ეს უკეთესი იქნებოდა აბა თავიდან რომ დავიწყო 35 მმ-იანი ვიყიდე და კროპზე 35 მმ-იანი რო დავაყენე მეთქი რა ხდება რატო არ ზუმზე 80-იანი გახარდა და კუტუტოებს იღებდა. დარბაზში შემაგდეს ეს უნდა გადაიღო თლიანი სივრცე მეთქი რა ხდება. რა ვინდა რატო და იმიტომ რომ ყველა ლინზის საწყისი არის full frame-დან იღებენ საწყის ლინზას რა მილიმეტრე full frame-დან არის პირველადი როგორ ვთქვა სტანდარტი ესე ვთქვა 10-ლა ხო და Sony-ს 1 და 5-ზე აქვს ისა კროპი Canon-ს 1 და 6-ზე აქვს რაღაცა ეგრე და ანუ შენ თუ იყიდე 35 მმ უნდა გაამრავლო 1.5-ზე და მე ხვდები რომ შარში ხარ. კაი, ეხლა ურჩიე. შენ ვინც გამოყვება, ესე ვთქვათ, შენ ბედს ვინც გაიზიარებს დამწყებებს. გადაიღეთ ძალიან ბევრს. ჩევები მოგვეცი. ძალიან ბევრი გადაიღეთ პრაქტიკაში. ვისაც ივენტების დაწყება უნდა. რომელმე თქვენს მეგობარს, ან ახლობელს ეკნება ქორწილი, გადავი უბრალოდ გადაიღე. ხო, უფასო. უფასო. ვა, არ წეხავს. ოღონდ დისკლეიმერი უნდა მიაყოლოს, რომ თუ რაღაცა ჩავაჯი, მე არ დამაბრალო არაფერი, მე პროსტა ჯიგრულად ვიღებ. ოღონდ საშენოთ არ ვიღებ. აი ეგრე უნდა შევუთავო. ან ნებისმიერ ფოტოგრაფს ან ვიდეოგრაფს რო უთხრათ და სწხოვოთ და უმეგობრდეთ რაღაცა, რომ უბრალოდ გამოყვებით რაღაცა, ჩემს რაღაცას გადავიღებ, აი 90% ვარს არ გეტყვის. მე ამის შეიძლება მეც და უთხრას აქეთ ხო რა. გიხმარს და გაგიშვებს და მუქთაზე და გეტყვის კადრები მომეცი მე. ვარს ვინ გეტყვის, ხო? თან თვითონ რასაც ვერ მოასწრებს შენ გეკნება. ხო რა არა პრაქტიკაში რასაც მიიღებთ. კიდე რას გვირჩევ? კიდევ იმას გირჩევთ, რომ როგორ უნდა მოიქცნენ ქორწილებში რომ არ სცემონ. სხვათა შორის ხო, აი მაგარი კითხვა რა. ჭუბები ხშირად გეჩნდება ხოლმე? არა, შენი პირადად არა, ზოგადად რა. არა ხო. ან ქორწილში ეს აი რაღაც ისეთი ანუ მორჩა ეგ ბაზარი? ორი ვარიანტია. მე ვიცი რომ ქორწილი დღესაც ისე არ თავდება. ორი ვარიანტია ხოთმა. ან ხდება და მე იმიტომ ვერ ვესწრები რომ მე მანამდე მოვდივარ უკვე. შენ უკვე მონასტერი რო აირევა, უკვე სახში ხარ. ხო, აი გააჩნია, აი რესტორანშიც ვარ ხოლმე, ხშირად. აი 10 საათის მერე უკვე აღარ ვარ მე რა, იქ ცოტა რო ტორპედო გაიჭრება და რაღაცა და რაღაცები ნუყარი ხალხი რო დარჩება უკვე, მან აღარ ვარ და მან რა ხდება უკვე აღარ ვიცი. ჩემს შემთხვევაში რაღაც ჭუბებდი რაღაცები არ მომხდარა რა. და რაც თავარია არ დაიზარონ. გადაიღონ ბევრი რაღაცა და წვილი, მეწვიდე და ისინი არ ვერინ. რა შეიძლება მეტი კადრი, ჯობია ზედმეტი დაგჩეს, ვიდრე დაგაკოვდეს. კი, მიაწეკით ყოველთვის და აი თუ ეზარებათ გადაღება და რაღაც მსგავსი, უეჭველი უნდა უთხრათ, რომ წამოდი გადავიღოთ და დააწავ. აი შენც არ უნდა მოეშვა რა. არ უნდა გადაღება წამოვედი მე რა ვქნა კაცო. ანუ ეგ უკვე პოხუიზში გადაგდის რა, მე სამომავლოდაც რა. რაღაცა ერთ იმას აიღებ იმას გადავიღებ და რა სხვა რაღაცის გადაღება გაჯანდებოდ. ხო, არა, მოვალეობის მოხდის მიზნით რაც ააკეთებ რაღაცას. პოხუიზმი არ უნდა გქონდეს მაგ საქმის მართორე. თული ჯერ მეც მიჭირს რაღაცეები და ახლა როცა იწყებ და უკვე გეზარება თულია რა. რაღაც მოქმედებების ის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ. რა პრაქტიკაში მიიღებენ ზუსტად მაგ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ აპარატურაზე. უნდა გამოხვეტონ Amazon-ი მთლიანად ეგრევე დასაწყისში. არ არის საჭირო. თავიდან ვიღებდი 6000-ით აი კიტ ლინზით. აი შენთვის ახლა ყველაზე ოპტიმალური ლინზა, რასაც სულ ხმარობ. ანუ შენი რეალურად ხო რეპორტაჟია. ხო? სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და უნდა მოასწრო ყოველთვის ყველაფერი. ყველაფრის დაჭერა მოასწრო. ანუ ერთი რა არის, ზუმი გჭირდება ერთი უეჭველი და მეორე wide. всё. მეტი არაფერი არ. ერთი nifty 50 შეიძლება 50 მმ-იანი აი თქვათ ის ბეჭდის ჩვენებები და სიყვარულობანა რო იწყება ხოლმე. ხო, ანუ ოღონდ მაგას იყენებს სავარაუდოდ, როცა დადგმული სცენარით მიდის ყველაფერი და არა რეპორტაჟი. შეთანხმებულად სახარწინად. ხო, 50 მმ-იანი ვაფშე არ არის არანაირ რეპორტაჟთან ახლოს. მაგით ვერც ვერაფერს ვერ მოასწრებ და ვერც ჩატევ, ახლა. და
და ბევრი რაღაცას გამაზა. ხო, არც ზუმი. ხო. ზუმი პროსტა ბნელია და ნუ შეიძლება ტაძარში ან სადღაც შორს რო დგეხარ, ჩაგიბნელდე. ხო. 15-იანი ვიღებ ხოლმე და წინასწარ რა თქმა უნდა უთანხმდები რაღაცეებზე, რა უნდა გავაკეთო რაღაცა და 35-იანით 35-იანი ზუმი არის და რაღაც ახალ კადრებს და იმებს ვიღებ რა. ხო. რომელია შენი ოცნების კამერა? 20 ეს ეხლა კაი დროსია, დავსვი უკვე კითხვა. ავიდან. რომელია შენი ოცნების კამერა? ჩემი ოცნების კამერა. და ისეც მოხევს 2 მილიონი. გული რამდენია გაჩნია. შარხარ შეზღუდული. ოღონდ მოიცა. მოიცა, არა. სწორედ დაუსვათ კითხვა. არა, პრაქტიკული კითხვა დაუსვათ. ნახე, ისეთი კი არა რომ აი პროსტა დაიკიდოს და თქვას რა. ამ ბიუჯეტი განსა. არა. ბიუჯეტში განუსაზღვრელი ხარ. ოღონდ დანიშნულებისამებრ უნდა გამოვიდე. შენი საჭიროებისამებრ ისე რომ წელში არ გაწყვიტოს და თირკმელები არ გადმოგეყაროს და არ ჩაგაწვინოს მერე იმეები რადიკულიტებით. მაშინ FX-ა. FX-ა. შენი ლინზა თუ შეზღუდული არა, მაგრამ მეტი უკეთესი. გძელი და თეთრი. გძელი და თეთრი ცოტა მეტი მამუთი ავიღო. და იმის მუღამი რა არის, იცი კიდე? კამერებში რო არის, ისა რა ქვია. 29 წუთზე რო იჩერდება კამერა და რო ახელდა რო უნდა ჩართო მე. რატო იცი? იცი? არჩე. საბაჟო არ გადახედავ. ხო, ვიცი. ანუ ბეგარა დაბეგრვა ვიდეო კამერაზე უფრო მეტი იყო ვიდრე ფოტოაპარატზე. და 29 წუთზე მაგიტო ითიშება რომ უწყვეტი არ არის და ვიდეო კამერაში არ ითვლება რა. ეგომე კამერას? ყველა შენც მასეა. ამას აქვს ეგრე? ხო. ჩემსაც აქვს ეს რა. ზოგს არა. და ძვირი. აი ხა შენს ასე რო არ კონდეს, შეუზღუდავი რო კონდეს შენ და ჩათვალე $500 დარჭობილი და გვედმე. ახლა შენი ინსტაგრამი თუ შეიძლება ბატონონერი. ჩემი. წადი და გვიჩივლე სადაც გინდა მე. არა ეს. ეგრე? აი წყნომ აქ არის ჩემი ინსტაგრამი და შეგიძლიათ გამოიწეროთ, დამაფოლოვოთ და ბევრი კარგ სიახლეს ნახოთ. ვინმენა იუთუბერი ვარ. ვითამაშე ბოლები გაუშვი ოთახში დავიხჩე იმენ. გაინტერესებს Amazon-ი და როგორ გამოიწეროთ რაღაცები და Amazon-ზე როგორ შეჯდეთ იდეალური კურსები აქვს ამისთვის. არა მე აღარ შელის არაფერი. მე უკვე დავდიოდი იმან, რა ქვია თერაპევტი. ფსიქოლოგი. მაგრამ მე აღარაფერი ამ შელის იმდენი მაგ დახაზული რომ იმან მithქვა წავიგიძია სახში და გააგდელე ისე ეგრე ოღონდ ხოვა ძალიან რომ სხვები არა იყოლიო. და რა თქმა უნდა შეასრულეს ყველაფერი, არავინ არა იყოლია. ყველაფერი შევასრულე 5-იანზე სახში წავედი, მაგრამ აი ეს ბოლო პირობები შევასრულე. აგერ ერთი სპერპლი აგერ არის დღეს წინაშე. ყვითელი პლონკას რო დააწვი. ბატონი ლერი რომელსაც მე მგონი უკვე დაეწყო დამოკიდებულა, მაგრამ ჯერ კიდე არ არის ყველაფერი დაკარგული. ნუ ჯერ გააკ ერთი წელი ჯერ თავს ვიპრავებ, იმიტომ რომ რაც სჭირდება იმას ვიწერ. და აი კბილის ჩოთკზე რო გადავალ. გამერე ხევა. კბილის ჩაგრისზე რო გადავალ უკვე. მან დუქალტის კაღალდი ამიღები. ხოდა აზაკნებ განვადებას ამოგიგდებს. აუ განვადება მომხდარ. ფიქრჩევ. გამიმართლები ტოპეზე გუთირჩევა შემიძლია დავიწყო. კამერა იყიდეთ. კაი, იმით კაი. ხმაში როგორ ახალ აბსოლუტურად რასაც. დიდად არაციან. ხმას. პროსტა მუსიკაზე და ნახე როგორ ვაკეთებ მაგრამ ამერიკელების ხორცლები რო არის. ლაბა საუბარია მარტო, ჯერ მარტო. იქ რო გამოდიან. ეგ თმა გადაღებული ფოტოშოპი. უცხოელების. სადაც მოგონებები და რაღაცეები. რამდენიმე თვის გადავიღე ასეთი უცხოელების, მასე ქონდათ ყველაფერი და გიგვინდა. და ფოტოშოპს გამისწორდა. რაღაც განსხვავებული იყო. ამაზე ეგ უფრო სცენარულად თუ დაგეგმე, ხო, ეგ უფრო კარგი გამოდის, იმიტომ რომ ანუ რა, იცი რა არის,
მე თუ ვფიქრო რეალობაც უნდა გადაიღო, იმოდისო ისულელია, ანუ გადადგმული არ ვარ კი. ხორცილის მოღამე ეგარი რომ რეალობას იგებს. მთლიანად დადგმული არა, მაგრამ აი ეს 2-3 კლიპი დადგმული უნდა გააკეთო, რომ ანუ შეიძლება საჩვენებლად აი ეს რეალობა რაც მოხდა იქ ხორცილში და რაღაცა ეგ არავის არ აინტერესებს, ხო? და ეს სამარაის რომ ეძახიან აი ეს 2-3 კლიპი cinematic სტანდარტში რაღაცა რომ მისცე აი ვიზიტკაცავით რო იყოს, რომ აი არც შვილებს ეგ რო ანახო. იღებდნენ მაგ დროს ან რაღაცა დროს მოგონებოდ კონდეს რა, ანუ სად ეხლა ჭამას დაიმებს ხო არ არა, ისინი კაკრას თვითონ მოეწონებათ, თვითონ უყურებენ, მაგრამ აი ეს 2-3 ვიდეო ვიზიტკაცავით უნდა იყოს რა. ხელწერა. ხო, აი როგორც შენ გაქვს პორტფოლიო მაგალითად Instagram-ზე. მაგათთვის ეგ ხორცილში აი ეგ არის რა, 2-3 ვიდეო რა. ხო რა ექსტრემალური გადაღებები არის. კიდე არ გინდა, რაც არ უნდა გეგმილი იყოს ყოველთვის. მაგარი გამოთქმა იცი შენ, გინდა რომ კლიენტები თვითონ გეძებდნენ. ფოტოგრაფია და ფული გამო. ფული აი ხო და მოხია. მაგას ეძებენ თვითონ კლიენტები. ფული აი დიდი მოთხოვნილებაა თქო. და მასეთ რაღაცა რო იკადრო და გააკეთო, აი გადაგივლიან რასაც ქვია. ჯგუფებში შეიძლება ყველგან შემოსახენისა ფოტო გამოვაკრა. მაგ ჯგუფებიც არის ხო? კი აბა, მაქედან ვიღებ ფიქრობ. ვიღებდი. მოიცა. ანუ მე თუ მინდა გადაღება რაღაც ივენტის, მე ვიცი ეგ ჯგუფი და შემოვდივარ და მან გძებნი შენ? არ ნახე როგორ არის ჯგუფი არის მაგალითად საკორწინო რაღაც თემატიკის რა. ანუ კლიენტი გძებნის მაგ ჯგუფში წერს თუ რაღაცა სასტავი არის, რომელსაც თუ დაუგროვ და ზედმეტი რასაც თვითონ ვერ აცდებ დინატი. არა, მასე არ არის. ეგ პროფეგრეთ არ არის. კი, ანუ წერენ რომ ქორწილის მინდა. მე 200 კაცი მიესწევა. ფოტო ვიდეო გეგეთ, მივალ აქამდე. აი ეგ როგორ ხდება? ეხლა ნახე რა ხდება რა. მე როგორ უნდა დააჭირე. აი ადრე უფრო არა ეხლა რა ბოლო დროს ჯგუფში იწერება რომ ფოტო ვიდეოგრაფი მჭირდება, დაუშვათ ქუთაისში და ამ ბიუჯეტში. ეხლა წერენ ამ ბიუჯეტს და რაღაცეებსაც, თორე ადრე არ წერდნენ ვაფშე რა. გარიფრეშებ და 50 კომენტარი აქვს უკვე ხორცილში. აი სიგიჟე ხდება. აი მან რო დააკომენტარო აზრი არა. თან ყველაზე ღადაობა იცი რა არის ანონიმური რო აქვს დამატებული. ანონიმურად რო წერ პოსტ. მე მაგათი შევიდა ანონიმურად დავწერე პოსტ რომ ვეძება ამა და ამას. პირადი ვერ მიწერ. შანსი არის. ეგ ჯგუფებში შეიძლება. ხო. როგორ გირჩევენ? როგორ გირჩევენ? აი ჯგუფებში. აი როგორ უნდა მოაწონო თავი ვერ მოაწონე თავი. ვერ მოაწონე მის რენდომად არ მოგცეთ ანა. ტრედები რო აწონებენ ერთმანეთს თავს, ხო იცი ესე რო ტრიალი. ნახე შენი ვალდი არის აი გამართლებული პორტფოლიო ჩაუგდო. ჩააგდე შენი პორტფოლიო და გასკოვის დროს თუ შენი ის მოგცეს, მე შეთანხმდები. კაი, მაგრამ ეხა იმის სიტუაციიდან გამომდინარე, იმან 50 კომენტარი ნახა უცბად და ის რა შვება ვაფშე რა რითია არჩეს, просто რანდომულად ვიღაცას თხოვს. აი არ მგონი ეს ყველას მოსთხოვოს, მოდი ეს შენის მანახე შენის და აი ნახე მან პრიორიტეტი გაქვს ერთი რაღაცა რა რას დაწერ. შენ თუ დაწერო, მოდი მომწერე. ეგ უკვე უნდა გახსნა შენი პროფილი მოგწეროს მე. პირდაპირ პორტფოლიოს უგდებ და თუ დაგაინტერესებს მომწერე. აი დაუშვათ ლათინური ასოებით რომ იწერო. პირადი მომწერი. არა, ჯგუფში არის აბლოკინგი თვითონ. ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში. და ეხლა როცა ცოტა სახელი გაქვს, ცოტა ბუსტებს უხევ და ცოტა ესა უკვე პირადად ოპენიმში მოგდის ამეს. ანუ რა გამოდის ეხლა, რომ შენ უნდა გქონდეს კარგად მოლამაზებული, მობიდანსტებული Instagram. ათი 5 დაბლი უნდა გაიგეთო, იცი მე შეიძლება ვიჩლას. არც მას არ არის აჭირვა. გაჩნდა რა გინდა შენ საბოლოო. საბოლოო შედეგი რა გინდა თორე. მაგას საყური არ შეიძლება. საყური შეიძლება გწებონა კიდე. საყური რომ წლებში მეკეთა ისი. არა, ეგ გასაგებია მაგრამ. 90-იანი. არა, ეგ გასაგებია მაგრამ. ეგ არ შეიძლება. კიდე რა ღირებულებას განსაზღვროთ რაოდენობა. რაოდენობა რით? რაოდენობა? არა მგონია. არა. ალბათ ხარის.
ხარისხი ანუ სტილსაც აქცევენ რომ აღიქვა მაგასაც და აი ზოგი ადამიანი ზოგი მომხმარებელი არის ზუსტად იცის რაც უნდა რა როგორიც უნდა კადრები რა სტილიც უნდა და წერს ამა ესეთი კადრები უნდა მაგალითად რეფერენსას ხდებს და წერს რომ გადავიხდი ნებისმიერ თემას მოგოთ მივიღო ეს დიალოგია ამ ხდება მასეთების არიან დიმი აზრი და ყველაზე ეგეთი ტიპი ეგეთი ახავს რატო არ დაწევს? მე მინახე არა, რატო ეს? აბა სად უნდა წავიდეს მაშინ? პატარა ქალაქიც საწავო კინოსტუდიაში ხო არ წავა ეხლა ნახევარ მილიონს ეთქვიან. არა ვინც მამიდაშვილი ეყოლება რა ვინც აღარ უნდა იყო ბიჭო, აღარ რამდენ ნახე უყურე. ნახე შენს გეკნება ხორცილი და მე მაგას მიხვდები. ნახე ერთხელა გაქვს ცხოვრებაში ეგ მომენტი და ეგ ივენტი თუ რავი რა ქვია დღესასწაული რომელიც არ განმეორდება გავიშეს ბოლენე ბევრჯერ არ გამეორდება მინიმუმ უსწრებ წინ მაგრამ ანუ შენ თავზე აგიქვი ახლა ნახე ერთი გაქვს ეხლა შენ როგორ ფიქრობ და მაგას ვიძახ შენ ვიღაცა ნაცნობს მოიყვან რომელიც იცი რომ უკვე წინასწარ იცი რომ სირობას გადაგიგებს თუ ვინმე ნაცნობს ნახავს ისეთ იცოდინება ვის უნდა მიმართ არა მაინც ვერ იცოდი არა ნუ შეიძლება მოაყვანოს ვინმე ნაცნობს მაგრამ მაინც შეამოწმებს რა არა მგონია აი კატრას ხორცილი უკვე ისეთი რაღაცაა ხო მაგრამ ვის უფრო ენდობი დოფიქრე ხორებაში ვარ ბიჭო რატო ვიღა აგერ ლერიმ რო პორტფოლიოს ჩამიგდებს ეხლა და შევხედავ რა მინდა მეტი ესე იგი ღირებულებას განსაზღვროს რა ვთქვი ღირებულებას არა ხარისხი უნდა ანახოს ლერიმ ვიზუალი უნდა ანახოს ფარდობით ფარდობით ცნება არის კი გეთანხმები მაგაში კი ვისაც კარგი ნანახი არ აქვს დავიდეში გვერდზე მოდი ახლა მაკედა რო ლაპარაკო ისმის შენი ხომ არა შენ არ ჩამ ვიზუალური ხომ უნდა შენ დაჭი შენ როდის გამოამზეურებ ერთი შენ არ ხარ მოვა მაგის გამოიწეთ მიხის სახე გაუსწრებ ამონახდება აქ გააჩერეს ეს მიხეისა მაშინ ეს კამერა გამოიწერეთ აი ნახე ის არის ესეთი კამერით მოვედი მე შენ ქორწილში და მეორე მოვიდა დიდი ლინზით და იმ რომელიც უფრო ენდო ძელი და თეთრი ზეოხა თეთრი არა მაგასაც ვიტყვი რა იმიტომ რომ მინახია სადღაც ტელევიზორში მინახია რაღაც სადღაც პრესტიჟული ადგილას მაგალითად ფეხბურთიან რომელიმე სპორტულ ღონისძიებას ფეხბურთს ვარ ვიღებ ქორწილი იყო გავს კამერას კამერას არა რაღაცა ისეთი პრესტიჟი და თეთრი ეხლა მივხვდი რატომ არა და რეალურად რეალურად თუ შეხედე ცხოვრებას ქორწილში კაკრაზე გრძელი და თეთრი არ გამოგა იმას არ აინტერესებს ფოტოს არის გრძელ და თეთრს ვერ ერკვევა იგი ფოტოებში ადამიანი აი მაგ გრძელ და თეთრ კაკრას ერთადერთი დატვირთვა აქვს აი თუ ვერ მიდის თქვა ან ტაძარში ან ხახთა მასა რაღაცა და ვერ ვიდეოზე მაინც რავი ფოტოზე მე ვიდახი მაგას შეიძლება აბსოლუტურად შეუსაბამო ტექნიკურ დეტალმა კი ბაზარი კი ხო და აი მაგას რესით ხომ მინდა რა შენი ღირებული კი მაგრამ ეხლა ნახე ეს ჯგუფში ხომ გრძელი და თეთრით არ აწონებს თავს ეს აჩვენებს რა გადაღებული ხო და მაგას ვიდახე იმ ადამიანს ეგ არის რა მაგადაღებული ხო ეს არ ესმის ანუ ნახე ჯგუფში ლერი და სხვები ხო არ არიან ესე ჩამწკრივებული აი ყურე სიკეში რომ უღებენ ესე სურათი სინიდან კამერები ხო მაი მაგალითად DJI-ს რო გადავიღოთ რაღაცა კარგად დავამონტაჟოთ მაგითი ვერ გადაიგებ ისეთი კარგი ხიაქ რომ მაგითი არ გამოდგა 400 და FX3-ით რო გადავიღოთ ვიდეო 90% ვერ მიხვდება ვერ მიხვდება ოღონდ თუ კარგი ლინზა გაქვს ხო მაგას ამითი ვერ გადაიგებ ხო და ის ადამიანი რომელიც იღებს მაგალითად FX3 იცი იღებს და უყენია რაღაცა უყურე მანდ ერთი რაღაცა $10,000 ტექნიკა მე FX3-ს და FX3-ისთვის ლინზებს და კიდე რაღაცა ჩათლახოგებს არ ვიყიდი იმისთვის რომ ქორწილები გადავიღო, გაიგე? ვიყდი? ანუ $7,000-8,000 არ დავხარჯავ რომ ქორწილი გადავიღო. FX3-ს მე რო ვყიდულობ, რა თქმა უნდა თუ მარკეტინგით დასირებული როჟა არ ახარ რა. ანუ აი FX3 მინდა და
ერთი კნოპკა აქ და ყველაფერს მაგრა იგებს, ეგეთი როჟა თუ არა ხარ. გამონაკლის არ ვამბობ რა. ვისაც ესმის და FX3-ს იმიტომ ყიდულობს, რომ უნდა FX3, ის ქორწილის გადასაღებად არ წავა. ანუ ლერიმ FX3 და FX6 რო იყიდოს ქორწილს არ გადაიგებს მან. არა, მან პირობა აღარ არის. ამას აღარ უღლებს უკვე მაგდენი მაყურხის ჩადება, გესმის? აბა იმით მე გადაიღო. FX3 შეიძლება ქორწილიც გადაიღო. ც აი მე რაც მაქვს თქვა A7C, კი, ბაზარი არ აბა არის. იქნება გადაიღე ადამიანის ქორწილების გადაღება. არა, ეგ არ არის ხობი რა შუაშია. ანუ შენ როცა რაღაც აპარატურას ყიდულობ, თუ ეს შენი ხობი პროსტა გართობისთვის, ანუ ნახე ფული თუ გრნის ჯიბეში და ჩაჯვამდე და რაღაცა ბაზარი არ არის. ადამიანი ტექნიკას ყიდულობს და ზოგადად ბევრ რაღაცას ვირიანს ყიდულობს, მხოლოდ იმისთვის რომ კომფორტი შეიქმნას და პროსტა იკაიფოს. მაგრამ თუ შენ ბიზნესისთვის და მონეტიზირებაზე ფიქრობ, ყოველად გაუმართლებელი არის FX3-ის ყიდვა ივენთებისთვის. ივენთებს გააჩნია ხა შენ თუ Snoop Doggy-ისთვის იღებ რაღაც ივენთებს, ბაზარი არ არის. ხები? მაგრამ თუ ვაჟაევიჩის ქორწილია, აზრი არა აქვს. მე გამესვიწყდი. აი გააგრძელე. ანუ ნახე როგორი თემა არის. FX3 შეიძლება მე ვიყიდო და ქორწილები გადავიღო, მაგრამ მე იმიტომ არ ვყიდულობ FX3-ს, რომ ბევრი შეკვეთები მქონდეს მაგის გამო რომ FX3 მაქვს. მე იმიტომ ვყიდულობ, რომ მე მსიამოვნებს FX3 რომ მაქვს და FX3-ით რო ვიღებ. ეგაა გასვლა. კომფორტი და ვიცი მე რატომ მაქვს FX3. და არა იმენა ქორწილისთვის არა. დეკით ორივე როგორი ყურება. თორე FX3-ით გინდ ქორწილი გადაიღე, გინდ ბაღის ზეიმი, არა აქვს შნუდა. რას იღებ? ჩაგვიბნევდა. მე რასაც შეხვდები, აი მაგ სფეროს შემოხარ ყველაზე ხშირად ეჯგუფებში. დაპოსტებში ბიუჯეტურად ვეძებ. ბიუჯეტურად. აი ეგ ბიუჯეტით პირობით. მოიცა ყველაზე იაფი რამდენი. არა, რომელზეც შენ არ წახვალ. აი ეს ზღვარი. 1000-ია. ხო, პროსტა რო არ წახვალ. არ წავალ. ეხლა არ წავალ, მაგრამ დამწყები როცა ვიყავი 300 ლარად ვიღებ. 300 ლარად რო იგებდი, მაშინ 300 ლარი. მე მაინტერესებს დამწყები ვიყავი და მიყიდა. ყველა ვარიანტი მიყიდა. ქორწილის მთელი პროცედურა რა დროსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, გადაღებიან, დამონტაჟებიან, დარენდერებიან. ეს პროცესი ერთი დღე გადაღებას საშუალოდ არ არის. გადაღებაზე ხარ ერთი დღე უეჭველი და ეგ დამონტაჟება და რაღაც ეგეთი დეტალები უკვე შენზეა გამოკვირე კადრების გადარჩევაზე ხარ მე. მაგდენი ხანი და ნუ ერთი კვირა შეიძლება არ დაგდეს, მაგრამ მონტაჟი არის ყველაზე ისა რა. პირობით რაღაცა, იმიტომ რამდენი დრო გინდა, იმიტომ რას გადაიღებ ერთი, რამდენი შეკვეთა ქაქ მანამდე გადაღებული ორი. რამდენი მასალა გაქვს ჩასაბარებელი ასე. არა, ეს პროექტები. ხო და მას ვერ გაიგებ რა. თორე მე შემიძლია დღეს ქორწილი გადავიღო და ერთ კვირაში გავუგზავნო. ანუ ერთ კვირაში შესაძლებელია. ხო, შესაძლებელი არის. მე რა ერთ კვირაში. მაგრამ რას გავუგზავნე უკვე? და საშუალოდ რამდენი წუთიანი ვიდეო? ვიდეო დაახლოებით კლიპი გამოდის ხოლმე 3 და 5 წუთამდე გააჩნია მასალას და როგორ არიან. და გზელ ვიდეოსაც ვუწყობ ხოლმე რომ რაღაც სამახსოვროდ პატარა ის დარჩეთ რა, სადაც ყველაფერი შედის ხოლმე 40-დან 1 საათამდე. ან საერთოდ ჯამში 1 საათი. ხო რა. ერთ კვირაში 1000 ლარი ცოტა. ძალიან. ერთ კვირაში 1000 ლარი ძალიან. რამდენსაც წვალობს კი? 2000 ლარი კიდე შეიძლება. ბიჭო, არა, აი უყურე ნახე. წარმოიდგინე ახლა ამას სურო დაკავებული გქონდეს. აი რა უნდა რანაირად უნდა მოასწრო ჯერტი. სურო ყოველ დღე ყავდეს კლიენტი, ჯერტი ხო ვერ მოასწრებს. გამოდის რომ თვეში 4 ცალზე მეც ვერ გააკეთებ. ხო? და იმაზე იაფად რო გააკეთოს, რისთვის იმუშაოთ. ნახე, აქ აპარტაუნობა არ არის. პროსტა არ გინდა. ხო და მაგიტომ მეუბნები რომ მას არის შეფარებაში ჩიტები ეფექტვე. მე ძალიან ბევრჯერ მქონია სიტუაცია, მაგალითად რომ რაღაცა ფასი უთქვიათ
იმ წუთას უფულობის პერიოდი მჭირდა, მინუჯერში მიდიხარ. არა. მაინც არ გამიკეთეს. მაინც შეიძლება. იმიტომ რომ აი ნახე გეტყვი ხა რატო? იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს ორი კლიენტი ერთმანეთს იცნობდნენ ჩემები. არა, ეგ სიტუაცია და მე რო ეგ სულელე გამეკეთებინა, იმასთანაც გამიაფდებოდა ყველაფერი. რატო მიდიხარ იმასთან? ხო, არ შეიძლება მოგდის. აი ლერის ყველაზე ბევრი მაგალითი ექნება მაგით. ბაზრის ჩაჯმა არ შეიძლება. აუ თან როგორ აჭვა. ფასის დაგდება არ შეიძლება. აი დამწყები როცა ხარ, აი ყველაფერი მოსულა, არ არის პრობლემა მაგაზე რა. თავარია რომ აცოდი რომ დამწყები ხარ. მომხდა ყოფილი იყოს მომისა მომხმარებელი მაგით რომ დამწყები ხარ, მაგრამ როცა რაღაც დონეზე ხარ უკვე ფას აი მაგალითად ერთი კვირის ქონა მასეთი შემთხვევა რა. კავშირია რომ სულ მაგის. ერთი საერთო ჯამში ისევ თვითონ უბრუნდებათ ეგ მე. რა ხარ ეს? მაგრამ მთელი მუღამი რა არის, ნახე უყურე. მე არა, ვთამე თქვენი ჩხი. არის ვიდეოგრაფებიც არის. ყველაზე მთავარი ნახე რა არის. იაფიან სეგმენტში თუ თავი შეყავი, ვიცოდე რომ დარხეულია. იმიტომ რომ ეგ სასტავი ისეთია. აი ნახე უყურე. აი ლერისთან მოდის რა. იცის ტიპმა რომ 3-4000 არის თქვა სტავკა ხო გადასახდელი. ხო? აი იცის გათვითცნობიერებული აქვს ძმაკაცებსაც კითხა ყველა შენ ამდენად გაგიკეთე ძმაო 3-4 და იცის. ამასთან მოდის და ეუბნება 700 ლარად გამიკეთე და ამა რა უთხრას გაგიკეთე. ანუ ნახე ეხლა იმის მხარე წარმოიდგინე. ის შეგუებულია იმას რომ სტავკა იცის რომ 4 ღირს ლერი მუთხრა რომ 700-ად გაგიკეთებ, ესე იგი შენ ეგუები იმას რომ უკვე წინასწარ იცი რომ ძღნერი უნდა მოგცეს რაღაცა, ხო ეგრეა? ხო და ხორცილია იმასაც რომ ეგუები რომ ძღნერი უნდა მოგცეს, ეხლა რა ტიპი ხარ წარმოიდგინე. ხო? რო კიდია ვაფშე ყველაფერი. აი ეგ როჟა რაც არ უნდა ფასი დაუკლო, კიდე უფრო ნაკლებს მოგთხოვ. 100 ლარი რო უთხრა მოვა და 70-ზე დაგელაპარაკება, გესმის? ეგეთია კლიენტი, ეგეთი როჟა არის რა. იაფიან სეგმენტში უფრო ყოველთვის უფრო აი როჟები ვინც უფრო პრეტენზიული არის. კი, ყველაზე პრეტენზიული არის მუქთარული. ვინც ძვირს იხდის, გთხოვს, მაგრამ იმას არასდროს არ აქვს ეგეთი რომ აი სული ამოგაძროს ხოლმე რა. აი არა აქვს ეგრე. და თუ უნდათ რომ გაუკეთო, 3 ლარად შეგეხვეწება და 3-ზე რომ დათანხმდე, აუ, კარგი რა, ბარემ ცოტაც და აი ამოგაძრობს იმ 50000-ზე ჩამოგიტანს რა. და მე რა გრჩება? კაი, გარდა იმისა რომ მუქთაზე იმუშავე, ეს როჟა მიდის მერე და ლერი მიდი კაცო რასაც მისცემ დაბროზია. კაიგე? და ეგეთი მუქთა რო გავრცელდება კიდე, ყველა რო ამაზე იტყვის რომ მიდი კაცო მუქთაზე იმუშა, ამდენსაც მისცემ გადაიქრე და მიდი იმუშა. შო, ეს ამას უკვე დარხეულია ყველგან ვაფშე. მიხდი, აი მაგ სეგმენტში თავი არ უნდა შევ. ეგ შეიძლება დაიფასო შენი თავი. უნდა კონდეს იმდენი ცოდნა რომ შენი რასაც აკეთებ იმის ფასი იცოდე, პროსტა ისე არა რომ აი ნუ არ იცი და პროსტა ვერ განვიხარდები მასზე მინიმუმ. ადეკვატური ისმე. კი. ორა შენ შრომას და გაიაფდები განაცხებას აფასებდე რა. შენ ერთ პიტყვას დავსო კიდე და ვსო. მიდირები ამის ასფალტდება 4000 ლარიანი და 1000 ლარიანი დეუგრაფი. 1000 ლარიანი ვიდეოგრაფი ესე აი რითქა საფრთხე სტატისტიკა. არ ვუყურებ ამ ვიდეოგრაფებს და 1000 ლარად 4000-დან კაი, რითი განსხვავდება იგივე მილიარდიანი კინო და 100000 დოლარიანი კინო? არა, მე ვიცახი ერთი ადამიანი, ის 500 კაცი იღებს მიფილმს. მე ვიცახი ერთი ადამიანი, ვინც იღებს და უფრო დღეს. ნახე რითი შეიძლება განსხვავდებოდეს რა. და 1000 ლარიანი, 4000 ლარიანი, 4000 ლარს როცა მე ვიღებ, აი ჩემს გეტყვი მაშინ რა. 4000 ლარს როცა მე ვიღებ რაღაცაში, პასუხისმგებლობა მაქვს ძალიან დიდი რა. მე ვცდილობ ყველაფერი ისეთ კრეატიული ჩავდო იმ კლიპში რაღაცები, რომ რაც შეიძლება 1000 ლარიანის შემთხვევაში არ გამეკეთებინასაც ვევი. სცენარზე დაიძაბება, მეტად რეკვიზიტზე დაიძაბება. და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემკენ წამოვიყვანო და უფრო მეტი ორიენტაცია გავაკეთებინო გადაღებაზე
და არა რაც მოხდება იმაზე რა. ამგმით ვიდეოებს გავუკეთებ. იგი დეტალებზე გახდება. ხო რა ხო ყურადღება. ვეთქვი რომ მაგალითად გამახვილდი. არა ესე იგი უფრო კარგი შესწავლაზე ხარ. მე იმას არ ვიძახ 1000 ლარიანს მივაგდებ და რაღაც ისე არ გავაკეთებ რომ ხო ისე პროსტა გადაუღებ. პროსტა ეს ისევ შენ თვითონ ვერ იყო. ხო რა რაღაცები როცა გევასება და რაღაცებზე პასუხისმგებლობა გრძნობ უკვე თან მე ზოგადად ნებისმიერ შეკვეთაზე იმაზე მეც ყოველთვის უბრუნებ. ეგ ყოველთვის უნდა გააკეთო ჩემი ყოველთვის. საჩუქარია ჩახა. მე უკან დაგიბრუნდი. კი, კლიენტი ყოველთვის უნდა ყავდეს ვალში. ყველაზე ოქროს წესი და მარტივი წესი არის. ყოველთვის სადაც უნდა მოხდეს, გინდა სუფრაზე, გინდა სადმაკაცოში, შენ ყოველთვის ახსოვ ხარ იცოდი. დღეს რჩევების სეილი ქონდა ბატონ ლერის. გიორგი ჩუმჩუმად გვიგდებდა რაღაც. შორტებს მიგდებდა ჩუმჩუმად. მაგრამ თვითონ არ ჩდება. რაღაც მომენტებში გამოჩნდა, მაგრამ შეიძლება საარქივო მასალას გადასცეს თავისი ვიდეო, მაგრამ მაინც გამოვაჩინე, ხო? თანახმა ხარ? აი, თანახმა ხარ თუ არა? თანახმაო. ეს კადრები არ მოხდეს მიხეილ, მაგრამ всё. არ წაგიში. ინტენსიური თერაპია, ლერის კურსები აქვს ცალკე Amazon-ს როგორ Amazon-ის გადაგდებაზე. ეხლა მიხეილის მე არა მაქვს, მე უკვე всё. ანონიმურ ამაზე. მიხეილის კურსს რო გაივლი, დავიჩის კურსს რო გაივლი. ლერისთან რომ მიხვალ ესე კროგზეს კამებია. მე ვარ დამოკიდებული ესე იწება. Amazon-ზე. მე ვარ ყვითელ კნოპკაზე დამოკიდებული და ყველა ეგრე ბაზრობსა. თავის ისტორიებს ყვებიან. მეგობრებო, მიხეილის კურსებს რო გაივლი. შუაში ესე გამჭირვალი ფორტუჩკა აკეთე და მოდიში რო გადაგაჭი. მიხეილის კურსს რო გაივლით, დავიჩის კურსს, შეგიძლიათ მე ჩემთან მოხვიდეთ და კურსს გაიარეთ, როგორ ებრძოლოთ Amazon. ხო, ეგ ცალკე კურსია, ოღონდ ლერისთან. ლერისთან, ჩემს საიტზე იქნება. ვეღო, ეს ბევრი ვქენი და მადლობა ბატონ ლერის. მადლობა თქვენ. ჩუმი მადლობა ბატონ გიორგის. რომელიც არჩდება. მოდ დაიმშვიდობა მაინც ხალხს. ბატონი გიორგი და კამერა. მე აქ სალაპარაკოდ მოვედი, მეგობრებო და ის უბრალოდ სასწავლებლად მოვედი. ამდენი მალაპარაკეთ ისწავლეთ. რა არ მოგვიყვანეს პაციენტი რა. აკეთ ისწავლეთ ჩემი რაღაცები. დამირიცხეთ ეხლა მაგალითად. ჩვენი ან გაიშნომერი აქ. როგორ გავხდეთ მილიონერების ვიდეოგრაფი. კომენტარებს დაველოდებით მე და ბატონი ლერი. თუ მოთხოვნილება იქნება, გადავიღებთ შემდეგ სერიას. არა და სალაპარაკო ბევრი აქვს ძალიან. ძალიან ბევრი. ხო, ჩასი პირველი